საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, დღეს ორშაბათია, 8:30 და ტრადიციულად პირდაპირ ეთერშია გადაცემა კრიტიკული აზრი. და ამ გადაცემის სამყაროები მე გიორგი ლომია და ბატონი გოჩა ჯოჯოა ვიქნებით თქვენთან ერთად 2 საათის განმავლობაში და მეორე ნაწილში შემოგვიერთდება საფრანგეთიდან ჩვენი მეგობარი და კოლეგა გიორგი ფოფხაძე. თქვენ როგორც ყოველთვის შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში გამოთქვათ თქვენი აზრები იმ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ შემოგთავაზებთ, ან თქვენთვის უფრო მეტად აქტუალური თემა გაახმოვანოთ. ჩვენი ტელეფონის ნომერი არის 557-88-5588. დაგვირეკეთ თქვენი აზრი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გოჩა, მე მინდა გადაცემა დავიწყო იმ გახმაურებული ამბით, ყველა არღზია თითქმის ინტერნეტში ყველგან არის ეს კახეთში მომხდარი ამბავი. მე არ მინდა ეს თემა ეხლა ვატრიალო და ამას ძალიან დიდი ყურადღება და დრო დაუთმოთ, მაგრამ ზოგადად შევეხოთ ამ თემას, ადამიანების აზრიც მოვისმინოთ, რა აზრის არიან ჩვენი მაყურებლები. და ჩვენი აზრი დავაფიქსიროთ თუ ზოგადად, აი მე მაგალითად როგორ მიმაჩნია, როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, რომ ასეთი რამე არ მომხდარიყო. მე ჩემ აზრს ვიტყვი, შენ მით უმეტეს შორს არ ახარ სასტუმრო ბიზნესისგან და გესმის რა არის სასტუმროს ბიზნესი, ჩახედული ხარ ამაში და შენი აზრი გაახმოვანე, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის საინტერესოა თუ რეალურად როგორ შეიძლება სწორად ალბათ უფრო სწორი იქნება ასე თქმა, ხო? ანუ სწორად რომ მოქცეულიყო, ანუ არ მივსულიყავით იმ შედეგად, როგორ უნდა მოქცეულიყავით, ყველა რომ არ მივსულიყავით იქამდე სანამდეც მივედით. ყველა მიცის რომ მოხდა კონფლიქტი კახეთში ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც დამსვენებელი 2 თუ 3 მანდილოსანია მან, 3 ჩანს კადრზე, კარგით და იმ ადამიანებს შორის ვინც მან მართავდა ქორწილს. მოხდა კონფლიქტი. ეს კონფლიქტი, ანუ კონფლიქტიც არის და კონფლიქტის ბუნებრივია, ფიზიკურ კონფლიქტში გადაზრდილი ეს უთანხმოება და უაზრობა, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და რაც მთავარია, ჩემი სუბიექტური აზრით, აქ ყველაზე დიდი დამნაშავე არის ადმინისტრაცია. თავიდან, მე რომ ვკითხო, თავიდან ბოლომდე დამნაშავე არის სასტუმროს ადმინისტრაცია და მერე უკვე ის შედეგი დადგა, რა შედეგიც მოყვა იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილი აქვს ადმინისტრაციას. აი თავიდან ბოლომდე მთელი მე მაგალითად დავაკისრებდი პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას. და თუ კი გადასახდელია თანხა იქ მკურნალობის რაღაც, ყველაფერი დაეკისრებოდა, უნდა დაეკისროს ადმინისტრაციას. ვინაიდან, ახლა შენ მოყვები ზოგადად კანონიერად როგორ არის, იმიტომ რომ ჩახედული ხარ მეთქი ამაში, მაგრამ ზოგადად ადმინისტრაციას იქამდე არ უნდა მიეშვა საქმე, რომ ის ბიჭი ძმა, ხო? ნეფის ძმა ავარდნილიყო იმ ოთახში, ეს ერთი. მეორედ, თუ კი არსებობდა უთანხმოება და უკვე გრძნობდა დაძაბულობას, ადმინისტრაცია თუ გრძნობდა ამას, პატრულისთვის უნდა დაერეკა, უნდა გამოეძახა და პატრულს უნდა დაერეგულირებინა ეს ყველაფერი. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი მოხდა იმის შემდეგ, რაც უკვე ფაქტი მოხდა უკვე. ხო, მოხდა კონფლიქტი და ეხლა მოგწონს ჩვენ აი მაგალითად ზარი ეხლა მოусმენთ ზარს, მაგრამ პირდაპირ გეუბნებით. 2 ბანაკად არის დაყოფილი საზოგადოება. ერთი ამბობს, რომ იქ რუსები რაღაცა ისიც მგონია, რომ ამას აკეთებენ ახლა შეგნებულად, რომ რამენაირად დაძაბონ ისევ რუსეთთან ურთიერთობა. ანუ მაქსიმალურად დაანახონ რუსები, როგორც რაღაც ისეთი ხალხი, რომელთანაც ჩვენ არ უნდა გქონდეს ურთიერთობა და შეგნებულად ზოგიერთ შეგნებულად აკეთებს ამას და ეს ძალიან ცუდია. მაგრამ 2 ბანაკად არის დაყოფილი. ერთ ბანაკში ამართლებენ იმ ბიჭს, მეორე ბანაკში ამართლებენ იმ გოგოებს. მაგრამ არავინ არ ეხება ადმინისტრაციას. აი მე მაგალითად ვაკისრებ პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას. ზარს უპასუხობ და მე გოჩას მოусმინოთ. ზარი ეთერში. გისმენთ?
გამარჯობათ მოგესალმებით მოგესალმებით. ბატონო გოჩა მაინტერესებს თქვენი აზრი ადმინისტრაციას ვაკისრებთ პასუხისმგებლობას მან დავთვის ის თანამშრომლები არიყვნენ რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ მანზე აღმოეფქვათ ეს კონფლიქტი ეს მას ძალიან მაინტერესებს და ადმინისტრაცია ვინ არის გულისხმობთ ადმინისტრაცია თქვენი აზრით ვინ არის ადმინისტრატორი კონკრეტული ტიპი დავთვის თანამშრომლებს მე ვადანაშაულებ მაგ ამბავში ადმინისტრაციას როცა ვამბობთ ჩვენ გულისხმობთ სასტუმროს თანამშრომლებს იმ თავის დირექტორიანად თავის დაცვიანად ყველა არის ადმინისტრაციის წევრები არიან ესენი ადმინისტრაცია არ ნიშნავს რომ ერთი ადმინისტრატორია და იმას ქვია ადმინისტრაცია თავის დაცვის თანამშრომლიანად იქ არ არია აი ერდეგიბე სულაპარაკობთ ამას უნდა მეგობარო ჩვენ ზუსტად ამაზე ვსაუბრობთ ადმინისტრაციაში იგულისხმება ყველა თანამშრომელი სასტუმროსი ვინც იმ მომენტში მანდ იყო და ვისაც სწორად უნდა ემოქმედა კარგით ეს რა ქვია მადლობა ზარისთვის გისმენ გოჩა მე მგონი პატუცემულიც ალბათ იგივეს ამბობს უბრალოდ ვერ დავშორდეთ იმაში რა იგულისხმება ადმინისტრაციაში და ხლა სავსებით სწორად აღნიშნე ჩვენ ხო რეალურად მართლაც ესეა ხო ადამიანები ძალიან მარტივად ყოფენ ხოლმე იმიტომ რომ რაღაც გარკვეული მართლაც ეს შაბლონებს დავარქმევთ ამას აზროვნების ფორმატში ისეჯდებიან და მერე თან კოლექტიური აზროვნების მომენტი შემოდის რადგან რაღაცა ნაწილი ამბობს ამას მერე იმ ადამიანს რომელიც შეიძლება ცოტა სხვაგვარადაც ფიქრობდა გარკვეულწილად გავლენის ქვეშ ექცევა და ისიც აყვება ხოლმე ხო ეს ჩვეულებრივი რამეა ნებისმიერ საკითხზე ესე ხდება და ამ საკითხზეც იგივე სიტუაცია, მაგრამ მე თუმცა ბოდიში გოჩ მოაზროვნე ადამიანი ყოველთვის ცდილობს რომ კოლექტიურ აზრს მოშორდეს და გაანალიზოს რაღაცა უფრო ობიექტურისკენ გავიდეს და სხვათა შორის ეს ნაწილი შეინიშნება და აი რასაც შენ ამბობდი რომ არის ის ნაწილიც რომელიც ამბობს რომ აქამდე რატომ მივიდა ხო სიტუაცია თორე მე ახლა მართლაც გინდა ჩვენ მხარეს მაინც ვერცერთ შემთხვევაში ვერ დავიჭერთ იმიტომ რომ ჩვეულებრივი რამე ერთია რომ ქალზე ძალადობა საერთოდ და საერთოდ ძალადობაზე რაშუაშია მარტო ქალიც მაგრამ ნუ ქალზე ძალადობა განსაკუთრებული ის არის ხო რასაც ჩვეულებრივად ადამიანურად ვთვლით რომ სუმტერი და მოწინააღმდეგე რო იყოს და ქალი როცა დგას და იცი რომ შენ უპირატესობა გაქვს როგორც მამაკაც ნუ ეს არ უნდა გააკეთო რაც არ უნდა გაეკეთებინა ხო ადამიანს როგორ შეურაცხყოფაც არ უნდა მიეყენებინა თუმცა ისევ არსებობენ ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ეს ადვილი სათქმელია მაგრამ შეიძლება ისე გაგამწაროს ადამიანმა რომ თქვათ რაღაც გარკვეულწილად თავს კონტროლი ასე ვთქვათ ვეღარ გაუწიო და მიხვიდე იმ შედეგამდე რომელზედაც მივედით მაგრამ აი იქამდე რომ არ მივსულიყავით აქ ხომ მართლაც უამრავი ადამიანი იყო და რაც ყველაზე მთავარია მე თქონია შემთხვევა როცა სასტუმროს ჩვეულებრივი რამე წლები როცა გადის და უკვე მე-6 წელია ფაქტიურად ინციდენტები ყოველთვის ხდება ხოლმე ეს ჩვეულებრივი რამე იმიტომ 1000 ჯურის 1000-ნაირი მსოფლმხედველობის 1000-ნაირი ხასიათის ადამიანები იკრიბებიან მაგრამ ეს ერთია როცა სასტუმრო შიგნით ხდება ხოლმე სიტუაცია და მქონია ესეთი სიტუაცია როცა ავსულ ვარ და მე ვარ ვალდებული მე ჩემი სტუმარი და სასტუმრო იმიტომ ქვია ხო სიტყვა სასტუმრო თავისთავად მოიცავს რომ სტუმრის სტატუსით ვიღაცა შემოდის ანუ მე უზრუნველყოფას ვიღებ იმ ადამიანმა ფული გადაიხადა იმაში რომ მას შეექმნას ის გარემო რომ უნდა დაისვენოს ჩვეულებრივი რამეა და ხდება ხანდახან ვიღაცა შეიძლება თქვა ხმამაღლა აწუხებდეს მეორეს და იქამდე რო არ მივიდეს საქმე გვერდზე ოთახში ხმაურია ტელევიზორი ჩართული ან სუფრა თქვა როცა არის ამის საშუალება ვერანდა და ის არის და არის ვიღაცა ხმაურობს და სანამ რეაგირებას თვითონ სტუმარი გააკეთებს მანამდე უნდა მოახერხოს და ამას უნდა აკონტროლებდეს სწორედ რომ არ მივიდეს საქმე ეკამდე რომ შენი სტუმრები ერთმანეთს დაელაპარაკონ და მათ შორის კონფლიქტი მოხდეს თუ ამას ვერ არეგულირებ მაშინ არსებობს ამისთვის კიდევ ამბობ ხო ვიღაცა მაგერ ბატონმა თქვა რომ დაცვის თანამშრომელი შეიძლება დაცვაში არ გყავდეს მე მაგალითად არ ამყავს ხო იმიტომ საოჯახო სასტუმროა მაშინ რჩება ერთი ვარიანტი რომ ადამიანებს უთხრა რომ მაშინ მე იძულებული ვხდები დაუძახო პატრულს და ამასაც
რომელსაც აფრთხილებ ჩვეულებრივი რამე. როცა ქორწილზეა ლაპარაკი და როცა შენ ყავს სტუმრები და თან ასე ვთქვათ გააქვს ის გარემო, სადაც შეგიძლია რომ სხვა ადამიანებიც იყვნენ, სასტუმროს ისინი არ იყვნენ, ის ადამიანები იყვნენ მეკორწილეები, რომლებიც მოვიდნენ, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ეთყობა ამის საშუალება ჰქონდათ. ამ შემთხვევაში მით უმეტეს უნდა მოახერხო ადმინისტრაციაში როცა ხარ დაწყებული ნებისმიერი პასუხისმგებელი პირიდან, რომ კონფლიქტური სიტუაცია შეიძლება მომხდარიყო, ჩვეულებრივი რამეა. ხო, იმიტომ რომ ხმაური იწვევს ვიღაცას ახლა გონია რომ როგორც სუფრა ქორწილი მშვენიერ კი ბატონო შეიძლება ჩასულიყო რომელიმე ქვეყანაში და იმ ხასიათზე ვარ რომ იქაური ტრადიცია რაღაცას შევხედო ეს ძალიან მესიამოვნოს მაგრამ შეიძლება ისეთ ხასიათზე ვიყო რომ საერთოდ დასვენება მინდა და არ მესიამოვნოს და აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული რეაქციაც მქონდეს ხო ჩვეულებრივი რამეა ეს მაგრამ ჩვენ შემთხვევაში მივედით იქამდე სწორედ რომ აქ და სწორედ აღნიშნე შენ აქ უფრო ის მომენტია რომ აი რუსეთთან ოკუპაციასთან დაკავშირებით იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით რომელიც არსებობს ხო რომელიც დამოკიდებულებიდან გამომდინარე უფრო მეტად აჟიტირება მოხდა თემატიკის ანუ ჩვენ გავწდით ეს რომ ყოფილი ესპანელი რო ყოფილიყო ან თქვა ნებისმიერი სხვა ეროვნების თქვა სტუმართა რომ მომხდარიყო დარწმუნებული ვარ სულად განსხვავებული იქნებოდა რეაქცია ადამიანების და სხვანაირად შეხედავდნენ ამ ყველაფერს მაგრამ საქმეც იმაშია რომ აჟიტირება ხდება და ეს აჟიტირება კარგი არაფერი არ მოაქვს როცა ამ გზით მივდივართ მე ამას გულისხმობ იმიტომ უნდა დავინახოთ ერთი რამე რომ ჩვეულებრივად კიდევ ეთნიკურობის მომენტი მოგწონს თუ არ მოგწონს ხო ყველა ერს რაღაც გარკვეული ნიშან-თვისებები ახასიათებს ხო თქვა ჩინელები სხვანაირად იქცევიან არაბები სხვანაირად იქცევიან რუსები სხვანაირად იქცევიან ნებისმიერ სიტუაციაში მაგრამ ამით განსაზღვრო შენ რომ იცი რა რომ აწიო იმ დონეზე რომ ვიღაცა ჩემს ქვეყანაში რახან ჩამოვიდა ის ისე უნდა იქცეოდეს როგორც მე მინდა ესე არ ხდება და ამასაც თავისი წესები აქვს, იმიტომ რომ ნებისმიერი ქართველიც რომელიც სხვა ქვეყანაში ჩადის, რასაკვირველია იქაურ წესებს, იქაურ ადათებს, ბევრ ამას პატივცემს, მაგრამ არსებობს ეს არის საერთაშორისო ნორმა და სტანდარტი ნებისმიერ ქვეყანაში. გინდა აზია იყოს, გინდა ევროპა იყოს, რომ სასტუმრო როდესაც არსებობს, იმას თავის წესები აქვს და იმ წესებში ნებისმიერი უნდა მოთავსდეს და ეს არის რომ სტუმარს უნდა შეექმნას ნორმალური პირობები და ადმინისტრაცია უნდა მოქმედებდეს და იმ მოწოდების იმ სიმაღლეზე უნდა იყოს, რომ ის სიტუაცია რომელიც მოხდა, იქამდე არ უნდა მივიდეს საქმე. ეს არის ყველაზე მთავარი მე მგონი და აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ მე უკვე პოლიტიკურად ვინ როგორ გამოიყენებს ამ სიტუაციას. ეს უკვე კიდევ ამბობ გემოვნებების საკითხია, თუმცა ამ მიმართულებითაც გადამეტება არ შეიძლება, რადგანაც ჩვენ ყველანი როცა მიზეს ეძებ რეალურად ხო ქვეყანაში რომელსაც შენ ფიქრობ რომ ტურისტული ქვეყანა უნდა იყოს და ფიქრობ იმას რომ თქვენ წარმოიდგინეთ სააკაშვილის დროსაც კი აგვისტოს ომის მერე ხო როცა იყო ლაპარაკი ტურიზმზე და როცა იყო ლაპარაკი იმაზე რომ რასტოვებს ეს ტურისტი იმდენს და ღირს თუ არა ამისთვის ეს ქვეყანა კიდე გეუბნები ჩვენ შეიძლება კონფლიქტური სიტუაცია ან დაგვეძაბოს დასავლეთთანაც აღმოსავლეთთანაც და იმის მიხედვით როგორ აქვს ასე ვთქვათ პოლიტიკური სიტუაცია შენ დაძაბული ეს არ უნდა გადმოდიოდეს ეკონომიკაში არ უნდა გადმოდიოდეს ტურიზმში არ უნდა ამას თავის წესები აქვს რომელიც წესებსაც კიდევ ამბობ ქართველები რო ყოფილიყვნენ რა მოსულა ეს სიტუაცია კიდაც თუნდაც ყოფილიყო ქართველი სტუმარი და ქართველებს ქონოდათ ქორწილი ჩვეულებრივი რამეა აქამდე საქმე არ უნდა მივიყვანოთ არ უნდა მივიდეს და სავსებით გეთანხმები შენ მე მგონი ყველაზე აზრი აი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ის რა ქვია ორპოლუს შორის უნდა გამოიკვეთოს სწორედ ის მესამე რომელიც იტყვის რომ ეს ორივე მხარე მეხლა გავიგეთ რომ არ უნდა მომხდარიყო და ვინ არის ასე ვთქვათ ამაში დამნაშავე არის კიდე და ჩვეულებრივად რასაც შენ ამბობ ის ადმინისტრაცია რომელმაც ვერ უზრუნველყო კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა არა მე ამაში გეთანხმები მაგრამ უყურე კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა ეს უკვე მეორე ეტაპია პირველ ეტაპზე ადმინისტრაციას უნდა ეფიქრა თუ მე აქ ვაკეთებინებ ქორწილს მყავს სტუმრები ხო ანუ სასტუმროში ხო არ გამოიწვევს ეს კონფლიქტს მას რო დაევლო და სტუმრებისთვის რო ეს ყველაფერი ეკითხა რომ ერთი დღე აი ესეთ ქორწილი ხო არის აი ხმაური იქნება ხო არ შეგაწუხებს რაღაც და ასე შემდეგ ეს ყველაფერი რო გაეკეთებინა და მე ყოფილიყო ქორწილი და კონფლიქტი ვერ მოხდებოდა იმიტომ რომ არავის პრეტენზია არ იქნებოდა მაგრამ მე რატო გეუბნები ეს არის პირველი ნაბიჯი შენ თუ გინდა რომ ორივე კმაყოფილი იყოს მაგრამ შენ ამას არ აკეთებ და მეორე ეტაპზე სადაც შენ უკვე ხედავ რომ დაძაბულია სიტუაცია და მაშინაც არ ცდილობ ჩართვას არც პატრულს ეძახი არც შენ დაცვას იყენებ არავის და
უშვებ ანუ თვით დინებაზე ამ ყველაფერს, ეს უკვე მეორე დანაშაულია ჩემი აზრით, ანუ ის შეცდომა, რამაც მიგვიყვანა იმ კონფლიქტამდე, რომელიც მოხდა. ზარს უპასუხოთ და გავაგრძელებ. მოგესალმებით. სრულიად გეთანხმებით ბატონო გიორგი. სასტუმროში არის უამრავი ეს როლენცია საბანკეტო ზალებს და ასე შემდეგ. იქ გაცილებით ნაკლებად მოსალოდნელი ნებოდა ესეთი გავში კონფლიქტი. მე ბავშვობაში მახსოვს შეფას სოციალურ კომიტეტ კორცინები შნებოდა 5-6 კაცი დადიოდნენ ახლობლები მე კორცინებს რომ იქ გამოვტავდე ხოლმე სიტუაციას. ეგეთი ვითარება დღეს თითქმის აღარ არის, იმიტომ რომ უმეტესად ძალაში და შეიცვალა. იყო შემთხვევები ჩემო ხალხო როდესაც ეხლა ეს ძალიან ცუდი ფაქტი, იმიტომ არის ვეღარ დამთავრდა ჩვენი დაწყებული საუბარი, ვისაც არ უნდა აჩვენო ეს ვიდეოზე გადაღებული კადრები, თუნდაც კადრებს უაჩვენო 10-დან, რომელიც თუ 9 არა, რომ ეს კაცი არის დამაჩვენებელი. თუ დავიწყებ თვითონ ეს კაცი არის თვალყופელი, არ არის თვალყופელი. იმათ სულ არ აინტერესებს. ფაქტი ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ძალიან ცუდი ფაქტი, რომ მეტი რო არ შეიძლება. არ ვიცი, ძალიან ცუდი სიტუაცია არის რა. კი ბატონო. არ უნდა მოხდარიყო დაკმა გაეთვალისწინებენ სასტუმრო სადაყავს იქ დაცვა და ისინი დაცვა კი არა პოლიციის თანამშრომელი და 80% წარმოდგენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და კოდექსები თუნდაც. მაგრამ დაცვა და კმიანი გლები რომ ყოფილიყო დაცვაში ის რომ შეხედავდა სიტუაცია რომ უიძაბებოდა ირტოში გამოიძახებდა პოლიციას პატრული მოვიდოდა ფორმიანი კაცი ბოროს რაღაცას მიცნავს და აღარ გაგზერდებოდა ასე. მოარაი გამორიცხული გოგო რაღაცა ყოლებოდა ახლობელი და უფრო ძიმედ დამთავრებული იყო ეს შეფროა. კი ბატონო, მადლობა ბატონო ზარისთვის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ახლა აქ არც ერთ მხარეს ვართ და არც მეორე მხარეს ვართ. ეს ამბავი, ვეთანხმები მაყურებელს, არ უნდა მომხდარიყო ის ძალიან ცუდი რამ მოხდა, რასაც ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი მივესალმები. თუმცა მე წაკითხული მაქვს, რომ ვიღაცა წერს, რომ შენ მარჯვენას ვენაცვალე, ვიღაცა წერს, რომ ეგ ვინ იყო და რა ქაჯია და ანუ, იმიტომ ვამბობ რა, ორ ბანაკად გაყოფილი ადამიანები არის უკვე ტენდენციური, იმიტომ რომ ერთს არ მოსწონს რუსეთი და არ აინტერესებს მართალი იყო, მტყვანი იყო, ყველა ვარიანტში თუ რუსეთთან არის დაკავშირებული მტყვანია, მეორეს არ აინტერესებს ის თქვათ რა წინაპირობა რა იყო რა გამოიყვანა წყობიდან ის ადამიანიც ის აბრალებს იმას და არ შეიძლება მე რომ მკითხოთ ასე არ შეიძლება ის რო არ უნდა მომხდარიყო ეს ფაქტი ამაზე ვთანხმდებით ყველა ხო და უკვე ვამბობთ რა რომ ადმინისტრაცია და რაც შენ რო ამბობ ტურიზმიო რა განარა მოაქვს ამ ტურიზმს და რაღაც ეხლა ჩვენ ვართ 3 მილიონიანი ქვეყანა წარმოიდგინეთ და გვინდა რომ პოზიციონირებდით როგორც ტურისტული ქვეყანა ადრე მე მახსოვს კეთდებოდა კვლევა რომ ინგლისელი ხარჯავს სადღაც 80-დან 120 ფუნტამდე რა ფუნტ სტერლინგამდე ამერიკელი რომელიც ჩამოდის სადღაც 100-დან 150 დოლარამდე რა დღეზე მიდიოდა საუბარი საშუალო მაჩვენებელი იყო რუსი ჩამოდის და რუსი ხარჯავს სადღაც 60-დან 90 დოლარამდე და ზუსტად მაშინაც ატყდა ერთი ამბავი რაში გვჭირდება ეს რუსები და რაღაცა საერთოდ არაფერს ყველაზე ნაკლებს ესენი ხარჯავენ მეგობრებო აი დააკვირდით ერთ რამეს რამდენი ტურისტი შეიძლება ჩამოფრინდეს ამერიკიდან რამდენი ტურისტი შეიძლება ჩამოფრინდეს ინგლისიდან იგივე ევროპის რომელიმე ქვეყნიდან რამდენი იმაზე მეტი რაც შემოდის მანქანებით საქართველოში რუსეთიდან რა თქმა უნდა არა და ის უკვე 60-დან 90 დოლარამდე 1 მილიონზე გაცილებით მეტია ვიდრე თუნდაც 150 დოლარიანი მაგრამ სულ რაღაც 50000 ყველა ერთად აღებული აქედან გამომდინარე თუ ჩვენ ვართ ტურისტული ქვეყანა და გვინდა რომ ვიყოთ ტურისტული ქვეყანა ჯერ ერთი ესეც არ უნდა დავყოთ რომ ის უფრო მეტს ხარჯავს ეს ნაკლებს არა ჩვენ რაც შეიძლება მეტი ტურისტი უნდა მოვიზიდოთ ყველა ქვეყნიდან
რუსეთი იქნება და არა ისე რომ არა ესენი არ გვინდა აგრე სხვები შემოუშვათ არ შეიძლება ანუ არ ჯდება ლოგიკაში როცა ამბობ რომ ტურისტული ქვეყანა ვარ და ამ დროს ბლოკავ იმ ისეთ ქვეყანას საიდანაც ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის არალოგიკურია და ბუნებრივი არ გამოადგენს ეს კიდე ცალკე თემა ვიღაცას უარ დარჩეს დაბეჭდილება რომ ტურიზმიც აუცილებელია მაგრამ ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ რომ მარტო ტურიზმზე დაკიდებული ქვეყანა არაფერი არ გვეშველება ჩვენ როცა ვლაპარაკობთ რომ იმიტომ რომ არის ის ნაწილიც რომ საერთოდ რატო უნდა ვიყოთ და გადავიქეცით ლაქიებად სხვის მოსამსახურებად დიდი ხანია გადაქცეული ვართ ან ჩვენ ქვეყანაში კი არა გადაქცეულები ვართ ჩავდივართ რა ვიცი საბერძნეთში ევროპის ქვეყნებში და სხვებს ვემსახურებით რომ 2 კაპიკის სახში გამოაგზავნონ. ამ მდგომარეობამდე რომ მივედით ეს ცალკე თემაა. და ცალკე ასე ვთქვათ მიდგომა ჭირდება და ამის შესახებ ბევრი რაღაცა გვაქვს ნალაპარაკები. მაგრამ ერთი მომენტიც არის რომელიც ასევე უნდა გავითვალისწინოთ რომ შეიცვალა ბევრ რამეში გარემო, როდესაც მაგალითად თბილისში ქორწილი იყო, ხო, როცა ეს ხდებოდა არა სასტუმროში, არამედ ჩვეულებრივ მაშინ არ იყო სეფა იშლებოდა იმ ხმაურს ვიტანდით ფიქრობდით რომ ჩვენი მეზობელია პატივცემთ ხანდახან ქორწილიც კი გადადებულა იმის გამო რომ სადღაც ჭირისის იყო რა ქვია ხანდახან არა ყოველთვის ეგრე იყო ანუ სხვანაირი დამოკიდებულება იყო სხვანაირი სოციალური ასე ვთქვათ გარემო იყო ადამიანების დღეს ბევრი რამე შეიცვალა ხო ძალიან ალბათ თქვენც ატყობთ ხო იგივე აღარ ვლაპარაკობ ახალგაზრდები კი ჩვენც არის რომ ხმაური მაწუხებს სახლებში მეზობელს არის აღარ ცნობს ხო ანუ აღარ არსებობს ის ასე ვთქვათ რაღაცა ის ერთიანი დამოკიდებულება უბნის აღარ არსებობს ერთიანი დამოკიდებულება სამეზობლოსი ხო ეს სრულიად სხვა რეალობაში ვარ და აქედან გამომდინარე ამ რეალობაში ხო პატები უნდა ვცეთ უკვე ერთმანეთს ის კი არა მუსიკას რო ძალიან აუწევს მეზობელი უკვე მეორე ურეკავს ჩვეულებრივად პატრულში და ამბობს რა ვეხვარ დაუწყებ ჩხუბს და დარეკვას და იმას რო ავიდე იქ და დაურეკო და გავაფრთხილო შეიძლება ამას მოყვეს კონფლიქტური სიტუაცია ამიტომ ეს პირდაპირ რეკავს ესეთი რაღაცეები უნდა გავიგოთ და დავინახოთ რომ გარემო იცვლება და ამ გარემოში შესაბამისად ის რომ ახლა გინდა თუ არა პატები და ხშირად ხდება ხოლმე ეს მომენტი რომ აი ჩემს ქვეყანაში მაშინ მე როგორც ვიტყვი ისე უნდა იყოს არ ხდება ეგრე არსებობს რაღაც გარკვეული სტანდარტები რომელსაც რასაკვირველია კიდევ ამბობ პატებს უნდა ცებდე ადგილობრივ კულტურას რაც იქ არსებობს მაგრამ თანდათანობით შემოდის სტანდარტიზაცია ევროპაშიც აზიაშიც ძალიან ბევრგან ხდება აი ამ სტანდარტს როცა ადამიანები აღარ ემორჩილებენ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემს ქვეყანაში ესე რატო იქცევი და აი შენ პატივს მე არ ამცემ აქ შენზე არ არის არ იქცევა სწორად ადამიანი და მორჭა ადამიანი მნიშვნელობა არ აქვს რა ეროვნებისა რა მნიშვნელობა არ აქვს რა რელიგიისა როცა ის არასწორად იქცევა მისი მოქმედება არის გამომწვევი მისი მოქმედება ნებისმიერ სიტუაციაში ამ კუთხით უნდა ვხედავდეთ იმიტომ რომ ყველამ ვიცით როგორ უნდა იქცევდეს ადამიანი რომ შენი თავისუფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი თავისუფლება იწყება მაშინ ხარ შენ თავისუფალი ადამიანი და შენ თუ არცემ სხვის აზრს სხვის დამოკიდებულებას სხვის თუნდაც იმ უფლებას რომელი უფლებაც მას აქვს რომ ადამიანს აქვს უფლება თავის გარემოში იყოს ისე რომ ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს ეს უნდა გავიაზროთ და ნუ მე აღარ ვლაპარაკობ იმაზე რომ და ძალადობა არც ერთ შემთხვევაში ადვილი სათქმელი თითქოს მე არ მინდა ისე რომ ადამიანი ვარ და შეიძლება მეც გამოვიდე წყობიდან მაგრამ რაღაცას ასე ვთქვათ გარკვეულწილად უნდა ვაკონტროლებდეთ და მე რაც ყველაზე მთავარია მარტო ხო არა ვართ ხო იქ ხო საზოგადოება იყო და პირველ რიგში კიდევ ამბობ საზოგადოების გარდა არსებობს ვალდებულება რომელიც ქონდა იმ კონკრეტულად ეს ხო არ ხდებოდა სამეზობლოში უბრალოდ რომ ვიღაცის ქორწილში მივიდა და შეურაცხყოფა მიაყენა ხო არ მომხდარა აქ იყო რომ მე ვისვენებ ჩემს გარემოს რაღაცა ხელს უშლის შეიძლება არასწორად ვაკეთებ რაღაც გარკვეულ რეაქციას აი აქ იმას ვისაც ეს ევალებოდა რომ ეს დაერეგულირებინა. აი მათი მოქმედებები იყო ან პასიური და ან შეიძლება ითქვას რომ არ ვიცი ახლა მე ამაში ზუსტად როგორ აიყო შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ კი ვცადეთ მაგრამ ნუ არ ჩანს არსად ის მცდელობა იმის რომ არა თან ეს ხო გრძელდა ეს ხო არ დაიწყო ერთ წუთში არ იყო ხო მანდ იყო ჯერ ლაპარაკი თვითონ აივნიდან ჯერ კიდე რაღაცას ეუბნებოდნენ მე რაღაც წყალი გადაასხა ანუ ეს გრძელდება რაღაც თანდათანობით იძაბება და მე მივიდა ესკალაცია მიმდინარეობს და ამ დროს მეთქი სად არის ერთ-ერთი რომელიმე თანამშრომელი აი იმის რა ქვია ადმინისტრაციისთან არც ერთი თანამშრომელი არ ერევა ამ საკითხში და უბრალოდ განან დაუყურებენ აი ეს არის ცოტა გაუგებარი რა რომ თვითონ ხალხი რომელიც ვალდებულია მიაქციოს ყურადღება იმას რომ ყველაფერი იყოს წესრიგში უსაფრთხო და ასე შემდეგ ის ხალხი იმ მომენტში არსად არ ჩანს
და ეს მომენტი არ არის მეთქი ერთი მომენტი, ხო? ის გრძელდება დაახლოებით ალბათ ერთი 10 წუთი მიმდინარეობდა, ხო? იქ ეს ამ კონფლიქტის ესკალაცია. ზარია ეთერში. მოგესალმებით, ეთერში ხართ საუბარი. გაიხარეთ, მოწმობილება მოგცეთ. ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობთ შემოგერდი და გესმენთ და მართლაც ცხოვრობთ. დავიწყე პირველად ის შემოძიება ეს ყველაფერი არის ჩვენი ბრალი. ყველაზე მთავარი. უბრალოდ ხარჯობებს რა. ცუდად ის მიზან, ცუდად. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. რა თქმა უნდა, არ მომხდარიყო და მაგარჯობდა სიკეთე და სიყვარული დასრულებული იყო ის სტანცი. ანუ იმ ადამიანის კონტროლი ჩურაც. მე მესამეს ეს ყველაფერი იყო იმ საფუნდოს ძალიან არის იყო მომსახურე პერსონაჟი თუსის ყველა მალი იმიტომ რომ ის თეორიის შეხედულება და რამაგებულობა დღეს ამ საქართველოში განსაკუთრებით ბიზნეს სფეროში აი მომხმარებელი ყოველთვის მართალია კლიენტი ყოველთვის ფულის გამო ყველაფერს გადროობენ გესმის ეხლა გეტყვით ვიდათ მან და სიტუაცია იყო რა უეჭოლად ხა ახლა საფუნდოში 200 ადამიანი მუშაობს და ვერ ნახეს ახლა ამბავი ასდა და 1 საათი ერთმანეთს კაცი გამოსდა და რანცხავდნენ ხონახა ვიღაცა თქვენ იქნება იყოს ერთმა ადამიანმა მაინც ხონახა მაგრამ იმის გამო არ ვიცა შენიშნა რომ ისინი მე აწასულიყვნენ სხვა საფუნდოში და დაეკარგა კლიენტები ესმის აი ამაზია რა მთავარია აქ არის ყველაფერი გათვლილი რომ საშუალზე გასულიერი ვარ ესმის როგორც გადაწყვეტაში არის რა ძალიან მაგარი სწორია ეგნება თქვენს პროცედურა ნახე იქ ფილმი და ძალიან მართლაც მძალმენ ზუსტი დღევანდელი რეალობაა რა რაღაც გადაწყვეტაში საუბრობს ის ადამიანი რა ესმის აი ეს არის ფულზე გადართული და ყოფილი იბატონის თემა აი ზუსტად ქვეყანაში რა რომ დააწაკებს ხალხი საშუალზე გაუხსეს ხალხი და ლიჟბი ვიღაცამ რაღაცა დღეს თავისაკეთილი მიღოს მუცელი ამოისვა თვითონ კარგად იყოს სხვადანაჩენი არ აინტერესებს გესმის აი ეს სიტუაცია რა შორტ რატომ მივდივარ და პრობლემა დატოვეთ ჩვენშია პრობლემა ქართველი ზიზღება ქართველი არ უყვარს შენაც ხარ შენკოთი ხარ ერთმანეთს აგინებენ ერთმანეთს დამგავენ ვიღაცების გამო და აი შორტ აი ამ ყველაფერს ხედავს სხვა ის ვიღაცა შემოწული ამიშალობა რუსია ინდოელია პეტრია პავლია თუ რა ანა მიშალობა რა პირობითად საუბრობ სტუმარი შემოსული რომ სახში დაინახავს იმ სიტუაციას რომ თავდაყირა და ერთმანეთს ოჯახის წევრები სიყვარულს არ ექცევიან და ბოდიში და თავზე აჯვავენ უარესად მოგვიქცევიან ისინი გესმით ეს სიტუაცია და ეს კიდე ყველაზე მთავარი რაც არის შემოგევლეთ რა ბოდიში და ემოციებისთვის არაუშავებია რა ნერვები მეშლება როგორც სიტუაცია ის აი მეონის თავობის არ იყოს როგორც კითხებია რომ წყალი შეუდგებათ თორე ნაცი მოვიდა ზუსტად იგივე თემა ხარ თქვენი გამოურეცხეთ აი რუსიანტერი შედაროჩი რომ გავიგეთ იმპერია მაგრამ რუსი თუ არ გინდა რატო ჭამა რატო სვავ რატო ახავი ბენზინს რატო აქ ის წყალი ედენი თუ რაღაცა ყველაფერი ხო იცი რომ იქიდან შემოდის მილიონი ნახევარი 2 მილიონი კარტონი რუსეთშია ხო შეიძლება ვერ მიხდები ხახო იმას და ვერ გახდები იმას კუნთებზე ყურები და ენა გრძელი ვერაფერს ვერ იცავ დაჯდომა უნდა დალაპარაკება უნდა იმ ხალხთან გესმით ანუ ის არ არის რომ მარტო თურქია რა იმპერი აზერი არ არის იმპერი დავის გარეჯი ვინც აიყო სასოფლით არ ამ ჩვენი ტერიტორიები თურქეთის ცენტრალიზმია ჩვენი ტერიტორია საქართველოს დიდი ტერიტორია სარბიდან სარბია რიზემ 950 კილომეტრია საქართველოს დღესდღეობით არის 618 კილომეტრი თუ 650 კილომეტრი თურქია რა იმპერი არაბები არ არის იმპერი ამ ხელად კარაც უაშერებენ არხნო აუდიაფია ტერიტორიულ გაგების არაბებს და ფოკუსები და რაღაცები იწყება შენობა ისინი არ არიან ბათუმში წაბილწული ხავს ქართველი ქალები ნანახი გატრანსფორმარეობა არაბულ მანქანებში ქართველი ქალები უჩნდებიან დაგრიალებენ აკეთებს არაბები არ არიან წრები თურქეთი ინდოელები არ არიან წრები აყროლებს თელიქოთანა რატო და გამგუშელი აქცენტი მაიდამაიც ხალხო ტვინი გამოფილეცხეს ხალხო ტვინი რომ მარტო რუსიან ტერი რუსი კი არა ქართველისთვის ყველა ტერიტორია ვინც უნდა მოიქცევა რამიშოვება რუსია ჩეჩენია თუ დაგესტანებია ეთერი შუდობით გუყრობენ შუდობით გადაგვაჯიშე და გვაძა თემი ბაზალეთი თუშეთ გაყიდულია ისეთი არ არის მოტრები ვოთის კურიერი ვარ
შვილებს ვიწავარ ტერეთებზე თმაო ავიტანე შეკვეთა მე-18 კორპუსში მე-18 სართულზე და ვიცდებული სართულზე ბატონი ლაპარაკებდი და ფოდის სიტყვით და ფაქ ჯორჯიაო არაბი მეუბნებოდით რაღაცას და ეს არა ვიწერი თუ იმისი საქციელია და ამის გასაყარო პერიოდ დაუკარო ფაქ ჯორჯიაო მეუბნო არაბი კაი ნამჩი ყოლა რუსი წერია მარტო ცოტა თქვა დაატანე ხალხო რა ტვინი გამოგირეწყეს ამ პოლიტიკოსებმა ტვინიო აი მარტო რუსი კი არა ყველა მტერია ვიცულად მოიქცევა გეტყვი მაგრამ საკუთარ პრობლემას დავშეძებთ პირველში პრობლემა ქართველებს ერთმანეთი გეზიზღება ხალხო ერთმანეთი გეზიზღება უფალი და გავიწყდა საქართველოს მიტა წყალი და გავიწყდა დაგუპული ბიჭები და გავიწყდა ვინც გავიჩეცდა ქვეყანა თქვენი წინაპრები და გავიწყდათ მიტოვებული და სოფლები საფლავები წელიწადში ერთხელ ჩადიხართ რომ სიმბოლოდ მოვალეობის და ჩიქრაციო სანტენი გაუატო და კოლცი გააგორო საკუთარ თავში ეძებეთ ჯერ პრობლემა საკუთარ თავში ერთმანეთის სიყვარული უდაკარგეთ ხალხო სოტანი ქართველებო მილიონი ხდებით ერი დასასრულისკენ მიდივარ გესმი იცი რატო იმიტომ კი არა დიდი და მიშა თუ პეტრე დაბალდი არა ჩვენი ბრალია ჩვენი გაუნათლულობით ისაგებდა ყველან და ჩაგვინერგა ბოღმა დახო ერი და ერთმანეთს ვაჭმევენ ერთმანეთში სიყვარულით ეცოთ ხალხო უპოლიტიკ გზად გავყვეთ ერთმანეთს პატივისცე და შემდეგ ყველა დაგვაფასოს გესმით მაგას უარინდობს და ბაბუარაშვილის და აუპატიოს და ცოლინო ხმარცემ და გმარიო დაზაუპატიოს ამას სხვა დაინახავს ვიქცევ ჩვენ პატის არავი ჩვენი ბრალია ეს ყველაფერი ყველა ბოდიში და თავზე გვანძის ჩვენი ბრალია ქართული გაიხარე მეგობარო გაიხარე მადლობა ზარისთვის ძალიან ემოციურად მაგრამ თავიდან მომდის სწორად ყველაფერი ლაპარაკა ემოციურად მაგრამ ნუ ის რეალობა ჩვენ გულშიც იჯდა და მე მგონი ჩვენ რასაც ვსაუბრობთ თვითონაც ეთანხმება. ერი სხვათაშორის მართალს ამბობს, ხო, ჩვენ შიგნიდან უნდა დავიწყოთ ამის დაალაგება და მერე და მტერს თავისი ადგილიც აქვს და ალბათ საჭიროა უმტროთ, ალბათ არც არსებობს, მაგრამ აი ეს მომენტია, შიგნით დავალაგოთ უნდა, როცა ერთმანეთის მიმართ გვაქვს ეს დამოკიდებულება, ის კი არა რომ შეფასებით ნაწილშიც კი ვიღაცა თუ კი ისეთ რაღაცას ამბობს, რომელიც შენ არ გაწყობს, ან შენ ხედავ რომ საწინააღმდეგო აზრს იძახის ისეთი რომელიც შენსაც არ ემთხვევა. უკვე მტრად იმასაც მიიჩნევ, იმაზე არა ლაპარაკი. აი ვიღაცა რომ ვიღაცას იტყვის რომ არა მე მგონი ეს ადამიანი მართალია, უკვე მტერი ხდება და ამიტომ პოლიტიკაც კი ესეთი გვაქვს, ხო? ჩვენ ხო ვეძებთ ახლა აგენტებს ვეძებთ, აგენტებს ყველა მიმართულებით თან, აღმოსავლეთი, დასავლეთი, უცხოეთიდან დაფინანსებული სულ აგენტია, აი რაღაც საოცარ იმაში გადავედით. ადამიანი რომელიც ჩვენგან განსხვავებული უკვე აგენტია ვიღაცის, რა მნიშვნელობა აქვს აგენტს რას ვეძახით თან და აგენტი იმას კი არ არის, რაც ვიცოდით, რომ აგენტი ნიშნავს რომ ვიღაცა ძირს უთხრის ჩუმად რა. არა, აგენტია თუ კი ამბობს რომ იცი რა, მე მომწონს თქვა სიტყვაზე ვიღაცა ამბობს რომ მომწონს დასავლეთი. აი ეს არის დასავლეთის აგენტი. ვიღაცა ამბობს არა დასავლეთი არა რუსეთთან მინდა ურთიერთობა. აი ეს რუსეთის აგენტია. ვიღაცა ამბობს ჩინეთთან რა დააშავა იმასთანაც. აი ეს ჩინეთის ასეთი მიდგომები. ვიღაცა ამბობს რომ ყველასთან ნორმალური ურთიერთობა უნდა გქონდეს როგორც ჩვენ და ამბობენ რომ ჩვენ ყველას აგენტია. ეს ყველას აგენტია უკვე. აი რაღაცა საოცარ იმაში შევედით. ამას ამბობდა ის ადამიანი, რომელიც აი მართლა რაღაცა გულიდან ამოხეთქილი იმითი ტკივილით ამბობს და ბევრმა უკვე ეს დავინახეთ და არის. და იქნებ ნელ-ნელა დავიწყოთ რა, ნაბიჯების გადადგმა. იქითკენ რომ განსხვავებული აზრი არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მტერია, გინდა თუ არა შენი. და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მტერია, როცა ვამბობთ, ხო? მოდი ესეც შევცვალოთ. ყველა მტერზე არ არის ლაპარაკი, ხო? ყველას თავისი ინტერესი აქვს. ყველა ქვეყანას ჩვეულებრივი რამეა, ყველა მეზობელ ჩვენს ქვეყანას აქვს თავისი ინტერესი. თუ ჩვენ სწორად არ მოვიქცევით, მაშინ ისინი ამ სიტუაციას რასაკვირველია გამოიყენებენ. ეს არის ჩვეულებრივი რამე. ეს ესე ხდება და გაოცებული სახით, აუ ჯიხიდან იმან რა ქვია მოახდინა პროვოცირება გაუკეთა. და რა, ჩვენ რატომ მივეცით საშუალება, რომ რატო შევქმენით ის ნიადაგი, რომ ვიღაცას გარედან პროვოცირება გაეკეთებინა. ხო, ვიღაცამ გამოიყენა ეს სიტუაცია. დღეს მიდის ხო ლაპარაკი აი იმაში რა ქვია ახალი პოლიტიკური
გამოჩნდა ხო ახალგაზრდები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა ცოტნე ივანიშვილის სახით და ის ამბობს პირველი რითაც გამოვიდა და ამაზე კი ქონდა საუბარი და კიმეც გავეცი პასუხი, მაგრამ კიდევ მიწევს ხო ამ თემაზე ლაპარაკი, რომ აი ეს პოლიტიკური ძალებიო, რომლებიცო სხვა ქვეყანასთან რაღაც ურთიერთობები ქონდათო, ხო არ შეიძლება მათ ვენდოთო და აბა როგორ შეიძლება იმათთან დავსვდეთ და დავილაპარაკოთო და მოგიწევს დალაპარაკება ყველასთან. იმიტომ რომ შენ როცა შენს ქვეყანაში ქმნი ისეთ გარემოს რომ ერთი პოლიტიკური ძალის გარდა დანარჩენი პოლიტიკური ძალა არ უნდა არსებობდეს და ამ ერთს აქვს კოლოსალური თანხები, ამ ერთს აქვს კოლოსალური ძალაუფლება და ვიღაცა გარეთ ეძებს, რომ იცი რა, გავნადგურდი დიქტატურაა და მიშველე, მე ის აგენტია და აქედან გამომდინარე როგორ შეიძლება ელაპარაკო, ესე ასეთი ფორმით არ გამოგვივა არაფერი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქვეყანა. მე ეს ახალგაზრდები რახან არიან, იმიტომ ვამბობ ამას, რომ მათაც უნდა დაინახონ, რომ თუ მართლა გინდათ რაღაცა შეიცვალოს ამ ქვეყანაში. მიდგომა ასეთი ფორმით დანახი გვაქვს თან ის. დანახი გვაქვს მარტო ჩვენს ქვეყანაში კი არა, ჩვენსაში ყო ვნახეთ და ვნახეთ. გარშემოთ შეხედეთ, ჩვეულებრივად ხდება ის, რომ მაშინ გარედან ხდება ეს ჩარევები და ხანდახან ძალიან მტკივნეული ჩარევები, რომელიც ყველაზე ცუდი რამე რაც კი არის ეგ არის, იმიტომ რომ გარე ძალა როცა ერთვება, იმ გარე ძალას თავისი ინტერესები აქვს, ბუნებრივია. ის ხო ჩვეულებრივად რა, ის ცუდები კი არ არიან, კაცო. ის თავის ქვეყნისთვის აკეთებს ყველაფერს. შეიძლება ბოდიში გოჩი, როცა ჩვენ ვამბობთ ჩარევა ხდება, მოდი გავმართოთ ახლა რა, რას ნიშნავს ჩარევა. ხო, ზოგს გონია რომ პირდაპირ ჩარევა, გააკეთე ის რასაც ის გეუბნება შენ თუ ჩემთან გინდა ურთიერთობა და მე თუ მომიწევს შენთან ურთიერთობა, მე მომიწევს გარკვეული პირობებით. და თუ ამ პირობას ვერ აკმაყოფილებ, მე ვერ მექნება ვერანაირი ურთიერთობა შენთან. ანუ ეს თუ არის ჩარევა ამ კუთხით. გააკეთე ეს, ანუ ეს პირობები დააკმაყოფილებ. თან ეს პირობები, დამალული პირობები კი არა. რა თქმა უნდა. ეს არის ღიად გაცხადებული პირობები. აი ეს მინდა. და სხვათა შორის, აი რასაც შენ ასეთი ფორმით სახელმწიფოებთან ურთიერთობა, ეს არის ნორმალური ურთიერთობა. სიტყვაზე ვიძახი, აი დასავლეთი გეუნება, ეს ჩამოთვალა. რუსეთიც გეუნება სხვათა შორის, რომ მე ეს მაინტერესებს ეს. იქ ცალკე სპეციფიკაა კიდე საბოლოო ჯამში ვერ დავჯექით. სინამდვილეში ჩვენ მას მერე რაც არ ვიცი მე რამდენი ხელისუფლება იცვლება, ის რომ პირდაპირ დავждეთ და დავილაპარაკოთ. ისევე როგორც თქვა ფაშინიანი ელაპარაკება, გინდათ პუტინს, გინდათ პრემიერ-მინისტრს, გინდათ მათ ის პირდაპირ ზის და საუბრობს. ჩვენგან გინახავთ რომ ესე დაჯდა ვიღაცა და ელაპარაკა და თქვა, ან რუსთან დაჯდა და დაილაპარაკა, ან ევროპელთან, ან ამერიკელთან, ან ჩინელთან, რომ ჩვენს ხალხმა ვიცოდეთ, თორე ჩუმად რას ლაპარაკობ მე ისინი მიდის ჭორები, რომ ეს მაიძულებდა ამას, იმან ესე მიმანიშნა რომ აქეთკენ უნდა წავსულიყო ვიღაცა ომზე მელაპარაკე და გამოიტანეთ რა დავილაპარაკოთ რა პირდაპირ, იმიტომ რომ ეს ხალხი უფლება მოსილია იმისი რომ ეს ხელისუფლება წყარო ხელისუფლების თუ ამას ვაღიარებთ ოღონდ და თუ ამას ვამბობ და ამას ამბობს ნებისმიერი დიქტატორიც კი რომ არა ბატონო მე დიქტატორი კი არა ვარ მე ავტორიტარიზმი კი არა მე ხალხის ნებას ვემორჩილებ თუ ხალხის ნებას ემორჩილება მაშინ ხელისუფლება ვალდებული ამ ხალხმა იცოდეს და იცოდეს იმით კი არა ვიღაცების მონაყოლით არა დოკუმენტალურად დადებული და უნდა იდებოდეს ეს რომ აი ეს ქვეყანა ამას მელაპარაკება და წავყვე ამაზე თუ არ წავყვე ეს ამას მესაუბრება ეს უნდა ვიცოდეთ ხალხმა და აქედან გამომდინარე ამოვარდება მე ის რომ ვიღაცის აგენტი იმიტომ რომ კიდე გეუბნებით შეხედეთ ხო ახლა პოლიტიკური პარტიები აღარ არსებობს ქვეყანაში დღევანდელი ხელისუფლება ამბობს კი ბატონო მე კი მზადა ვარ დემოკრატიული არჩევნები ჩავატარო რაზეა საუბარი ყველაფერს გავაკეთებ თანაბარ პირობებსაც შეუქმნის უყველას მაგრამ ნუ სად არის ეს პოლიტიკური პარტიები დღეს უკვე ხელისუფლება გამოდის და ამბობს ამ ნაწილს რომ მოვიშორებ და გავანადგურებო დანარჩენიო მე იმდენად სუსტია განა არ არისო რამოდენიმე რომლებიც ჩვენ ჩავთვალეთ თუ ესენი უნდა იყვნენო მაგრამ იმდენად სუსტები არიანო ისინიო ობიექტურათო ხელისუფლებაშიო ვერც მოვლენ და ვერც რეალურად ვერ შექმნიან იმამინც რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიოთო ანუ ქმნით ისეთ გარემოს რომ რიგი ქვეყნების აგერ გიორგი რასაც ამბობდა ხო რიგი ქვეყნების აგერტყვენ რომ ასეთ სიტუაციაში ძმაო ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ჩვენ არ გვექნება ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა იმიტომ რომ
ჩემ სტანდარტებში ეს არ ზის. და მე ჩვენ გვეწყინება რომ ჩვენ სუვერენიტეტში ერევიან, ჩვენ შიდა საქმეებში ერევიან, თურმე ასეთები არ მოგწონვართ და უნდა სხვანაირი და შენ უნდა მიმიყო იმ ფიზიონომიით, ეხლა ჩემი ცხვირი არ მოგწონს და ყური არ მოგწონს კი არა, ისეთი უნდა მიმიყო როგორიც ვარ და როგორიც ვარ გჭირდები. ხო ეს დამოკიდებულება ხო გვაქვს რომ კავკასიაში საჭირო ვართ ჩვენთან ყველა უნდა დაგველაპარაკოს. იძულებული გახდება ამერიკის შეერთებული შტატები და დაგველაპარაკება აბა რა ჯანდაბას იზავს. ევროკავშირი გახდება იძულებული და დაგველაპარაკება აბა რას იზავს. ეს დამოკიდებულება არ არის კარგი დამოკიდებულება, არც ქვეყნის შიგნით არ არის თან, იმიტომ რომ ქვეყანაში არა ჯანსაღი სიტუაციაა და მე გაგვიკვირდება ადამიანები ერთმანეთს აგერ და სწორე განსაზღვრება რომ მე ყვებით რაღაცას ვიღაცა არ მოგწონს და აქედან გამომდინარე, იმიტომ რომ იმ ეროვნებისა ან იმ ეროვნებისა იმას კი არ ვამბობთ რომ ადამიანმა ჩაიდინა არასწორი საქციელი. არა, მე ვარ ეს ინდუსია, ეს არაბია, ეს ის არის რა ქვია რუსია, ეს და ყველამ არა, არასწორი საქციელის ჩამდას ეროვნება არ აქვს. არ შეიძლება ასე მიუდგეთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს ისტორიული მეხსიერება არ კონდეს, იმიტომ რომ ისტორიული მეხსიერება თქვენ ნახეთ ფეხბურთის თამაშის დროსაც კი გამოვლინდა და ამაზე იყო კიდევაც და ჩანდა, ხო? აი ესპანური არმადა და ინგლისი ერთმანეთთან, ინგლისისა და არგენტინის ფოლკლენდის კუნძულები, ეს ჩვეულებრივი ისტორიაა. ადამიანები ამით ცხოვრობენ და ადამიანები სპორტშიც კი ასე უყურებენ ერთმანეთს. ხო, გახსოვთ თქვენ ევროპაში ჩვენი ჯვარე დროშები რო ქონდა როცა ევროპაში გავედით ისე მოვახერხეთ პირველი შემთხვევა იყო მგონი რომ საქართველოს ნაკრები თამაშობდა ფინალურ იმას ჩასული იყო და ევროპაში ეს ჯვაროსნები ვინ არიან იკითხეს ამ დროშებით რომ დადიოდა სავსე რო იყო ხო ესეა სპორტიც პოლიტიკაა კულტურა პოლიტიკა და პოლიტიკა აბა რა არის ხო ყველაფერი ეს პოლიტიკაა საბოლოო ჯამში და ოღონდ პირველ რიგში მართალ ბრძანებდა ჩვენთან აგერ ვინც რეკავდა ყველა მაგას აღნიშნავდა იმ აფხას რომ დაველაპარაკო იმ ოს რომ დაველაპარაკო იმათ ხო ჯერი უნდა დავანახო ჩვენ ერთმანეთში ვლაპარაკობთ იმა როგორ უნდა დაგვიჯეროს როდესაც ერთმანეთთან მზად ავართ რომ არ ვიცი რა დონეზე გავანადგუროთ ერთმანეთი ის ფიქრობს ჩვენ გუში ნასროლი გქონდა ერთმანეთთან და შენ მე რომ მეტყვი რომ ის რაც ვესროლეთ რაც იყო მოდი დავსწრეთ და დავიწყოთ საუბარი როგორ უნდა დაგიჯერო როდესაც ვერ ხედავ იმას რომ თქვენ აგერ რეალობაში ერთმანეთზე არ გისურიათ მაგრამ მზად ახართ ესროლოთ და იმათ როგორ უნდა მაგიდასთან არ ხდებით სალაპარაკოთ ერთმანეთს ეძახით რომ ესენი არიან ამის აგენტები ესენი არიან მტრები ესენი უსამშობლოები ესენი ისინი რა ქვია მის აგენტები და ერთად ვერ ხდებით და ვერ ლაპარაკობთ მე როგორ უნდა დამისვა მაგიდასთან როგორ უნდა მელაპარაკო თან იმ პატარა აფხაზეთში ავტონომიურ რესპუბლიკაში 6 თუ 7 პარტია პარლამენტში წარმოდგენილი და შენთან ამ ხელა ქვეყანაში ერთი პარტია წარმოდგენილი პარლამენტში, ნუ ახლა გახარია სართული, რომელიც ხო, ისიც შევიდა და მე თან გალახეს ყველა ერთად. ხო და ის მე ფიქრობს, ბიჭო, უფრო მეტი დემოკრატია მაშინ გამოდის ჩემთან, ხო, ახლა ამდენი პარტია წარმოდგენილი, ახლა ეს რო იყოს, კიდევ ერთხელ ეს რო იყოს რაღაც უზარმაზარი ქვეყანა და 7 პარტია იყოს წარმოდგენილი, ითქვი, ნუ ეგ ჩვეულებრივი ამბავია, ხო, ბევრი ხალხია. პატარა, ანუ ცოტა ხალხში 6 თუ 7 პარტია წარმოდგენილი პარლამენტში და 3 მილიონ, ეხლა უკვე თითქმის 4 მილიონზე წერენ, ხო, საკსტატი. გავიზარდეთ 4 მილიონი ვარ და ერთი პარტია წარმოდგენილი ცოტა რა არასერიოზულობაა. ეთახმე. ზარია ეთერში. ალო. დიახ, გისმენთ ქალბატონო. გამარჯობა. მოგესალმებით. ძალიან მაინტერესებს. სიტყვა პოლიტიკა. დიახ. ეს არის აზრის გამომხატველი სიტყვა. რა აზრია ჩადებული ამ სიტყვაში? აი თქვენ როგორ თქვენ თვითონ მე მგონი იცით ძალიან კარგად და მოდით აფა მიმსჯელოთ ერთად, იმიტომ რომ ამ კითხვას არ სვავთ ისე რიტორიკული უფროა, ხო ეს კითხვა, იმიტომ რომ იცით და რა აზრიც არის, თქვენ თვითონაც იცით რა აზრია და ჩვენ თუ ახლა ძველი ბერძნულიდან წავიღებთ. პოლისი არის თვითონ თქვენ სხვა პოლიტიკა. არა, ჩვენ სწორად გვესმის, ქალბატონო, უბრალოდ ასევე როგორც დიქტატორი მაგალითად თავის დროზე დიქტატორს ირჩევდნენ, მაგრამ ეხლა ტრანსფორმაცია განიცადა ამ სიტყვას და დღევანდელი დიქტატორობა სულ სხვა რამეა და ის დიქტატორობა, რომელიც ძველ რომში იყო, სულ სხვა რამეა. ისე რომ ახალი აზრი გეცი პოლიტიკა. რომ პოლიტიკა არის ადამიანი, ისიც მე მახსოვს, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი, გადაეცალიე
ისტორიას, ამერიკის შექმნის ისტორიას. და ვაშინგტონის წერილი როცა დაუტოლა მაგონდეს, იქწერია რომ პოლიტიკა არის ისა სულის გამოძახილი, ადამიანური სულის გამოძახილი, რომელიც შეშფოთებულია სულათუზა. Az priзвание души озабоченной. გასაგებია. თქვენ ხომ გესმით, რომ ეს არის ტრანსფორმირებული შეფასება თვითონ სიტყვის, თორე კლასიკური სიტყვა ამას არ გულისხმობს, ხო ასეა. და დღესაც ახლა ჩვენ შეიძლება ფილოსოფიურად მივუდგეთ ამ საკითხს და ძალიან ბევრი რაღაცა დავარქვათ ამას, მაგრამ სინამდვილეში თლად მასე არ არის. აბა თქვენ ამისცემთ რას ნიშნავს ეს პოლიტიკა? დღევანდელ დღეს რას ნიშნავს პოლიტიკა? საჯაროობა, ანუ საჯარო მოხელე, საჯარო რა ქვია, ადამიანი, რომელიც საჯაროდ მოქმედებს, შეიძლება არ იყოს მთავრობის წევრი, ანუ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსთან ასოცირდება, ვინაიდან ის ჩარეული არის და ერევა გავლენას ახდენს იმ სოციუმზე, რომელსაც ქვია საზოგადოება. და ზოგადად პოლისი არის ქალაქი. პოლიტიკა საიდან მოდის? პოლისი არის ქალაქი, ხო, ანუ ძველბერძნულად. აქედან გამომდინარე პოლიტიკოსი იყო ადამიანი, საჯარო პირი, რომელიც გამოდიოდა და ახდენდა გავლენას მოქალაქეებზე. ანუ ქალაქის მოქალაქეც რას ნიშნავდა? ის ადამიანი, რომელიც ხმას აძლევდა, იმიტომ რომ ყველას არ ქონდა ხმის მიცემის უფლება, ხომ თავისუფალ ადამიანებს ქონდათ, ანუ მოქალაქეებს ქონდათ ქალაქებში, ბერძნულ ქალაქებში. აი, აქედან მოყოლებული სხვათა შორის მთლიანად მოხდა მე გავლენა და ძისა, ოღონდ მე ტრანსფორმირება გაიარა რასაკვირველია, იმიტომ რომ ვერ დარჩებოდა, ხო ხა ანტიკური დემოკრატიის დონეზე ვერ დარჩებოდა. იყვნენ პატრიციები და იყო პლებოსი. ანტიკოზე მაინც მიპასუხეთ. ამერიკის შეერთებული შტატები არის ისეთი ქვეყანა, რომელზედაც ოცნებობდა ვაშინგტონი. ოცნებობდა ყოველ შემთხვევაში შეძლეს, ხო? ყველაზე მეტად. ეს არის შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ახალგაზრდა, აგერ 250 წლის თავი გადაიხადეს ამერიკის შეერთებული შტატების ეხლახან. ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, იმაში ქართველებს განსაკუთრებით ჰქონდა მაგხელაო, მაგწლოვანებისო, აგერო მუხამირგია ან კაკალემირგიაო, ჩემს ეზოშიო ქართველებმა, მაგრამ ყველაზე ძველია სინამდვილეში, ანუ პირველი ქვეყანაა, რომელმაც ფაქტობრივად კონსტიტუციით შემოსაზღვრა ჩამოაყალიბა და შეთანხმებითი სახელმწიფო გააკეთა, სადაც აი ის რაც რომაულ დემოკრატიას, უფრო ბერძნული დემოკრატია ეს უფრო ანტიკური იყო, რომაულმა კლასიკური სახე მიცა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე სწორად და შეიძლება ითქვას, რომ აი ჯონ ლოკის და ჰორფსის კამათის მერე მიღებული, მერე უკვე ჩართული და ხშირად გვილაპარაკია ამაზე, რომ აი ფრანგებმა გამართეს საბოლოო ჯამში, როგორც იდეურად, ისე ფრანგები მონტესკიეს, კი, აი ეს კონსტიტუცია შემოვიდა, როცა სამად დაყოფილი ხელისუფლება, სადაც ერთ-ერთი მთავარი სწორედ სასამართლო სისტემაა, რომელიც ცალკე დგას, ცალკე ხელისუფლებაა და გარანტორია იმისი, რომ მოქალაქე დაცულია სახელმწიფოსგანაც. ანუ შეთანხმებითი ქვეყანა ჩამოყალიბდა, სადაც გვინდა მოგწონს, არ მოგწონს, ბევრი კრიტიკა შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები იყო პირველი ქვეყანა, სადაც ფაქტობრივად ამ პრინციპით ჩამოყალიბდა სახელმწიფო და შემდგომში სხვათა შორის საინტერესოა ესეც, ამერიკელები ჩამოყალიბების თანავე ექსპორტს ახდენენ ამ იდეოლოგიის მსოფლიოში და ამაში ფულსაც დებენ, თავის გავლენებსაც დებენ, ის კი არა სამხედრო ჩარევებსაც კი აკეთებენ, ვიღაცას ეს მოწონს, ვიღაცას არ მოწონს, მაგრამ რეალურად ესეა და ხშირად მიდის საუბარი ამერიკელებმა მსოფლიოს ყველა თითქმის არ დარჩა ტერიტორია, სადაც სამხედრო, ასე ვთქვათ, ჩარევა არ ქონდა, მაგრამ დასაწყისშივე ქონდა ეს და ამბობდა, რომ მე ვეცდები, რომ ეს იდეა თემ მსოფლიოში შემოვიტანო და დავანახო, იმიტომ რომ ამაზე უკეთესი თუ გავდამანახეთ და ამაზე უკეთეს შევხედოთ ახლა ხო იმის არ იყოს ამბობს კიდევაც ტრამპი მთელი ლათინური ამერიკა მთელი მსოფლიო ჩინეთი ყველანი ჩამოდიან ამერიკის შეერთებულ შტატებში იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ეკონომიკა მაქვს ყველაზე მეტად დაცულია ადამიანის უფლება და აქედან გამომდინარე ამბობს რომ ესე იგი ამ ქვეყანაში თუ ჩამოდის სულ ყველა აქედან კი არ გარებია სადღაც სხვაგან აქ ჩამოდის ხო სულ ყველა ესე ნიშნავს წარმატებული პოლიტიკაა წარმატებულად არის ადამიანი დაცული და მე ქალბატონო იმის თქმა ანუ ასეთ ამერიკაზე ოცნებობდა ვაშინგტონი ნუ ესეც ცოტა არასწორია და რატო
ვაშინგტონი რაზეც ოცნებობდა ფაქტიურად იმას აღწევდა, მაგრამ აი იგივე ავიღოთ მონათფლობელობა, ხო? ანუ ვაშინგტონს არ უბრძვია მონათფლობელობის გაუქმებისთვის. ეს მოხდა აბრაამ ლინკოლნის პერიოდში, ხო? ანუ 1865 წელს უკვე სამოქალაქო ომის შემდეგ. ანუ ესე იგი, რამდენი წელი გავიდა ვაშინგტონის შემდეგ, როცა მოისმო მონათფლობელობა, თუმცა თლათ არ მომხდარა მონათფლობელობის მოსპობა, ხო? ანუ ჩვენ ვიცით, რომ 60-იან წლებში უკვე 1960-იან წლებში, აი მაშინ მოხდა რა ქვია, გათანაბრება შავკანიანს და თეთრკანიანს შორის ორი მანამდე და რადგან შორს რატომ მივდივართ 1903 თუ 5 წლამდე არ მახსოვს ზუსტად ქალები ვერ იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში. ანუ ასეთ ამერიკაზე ოცნებობდა ვაშინგტონი თავის დროზე. რა თქმა უნდა არა, რაზეც ოცნებობდა იმას აკეთებდა, მაგრამ მე მოდის სხვა ლიდერი მოდის სხვა იცვლება თვითონ სამყაროც იცვლება, ხო? მოდის სხვა ლიდერი სხვა იდეებით და უკვე ცდილობს რომ ის ამ იდეებით ხალხს დაანახოს ის სიახლე, რომელიც ან მოეწონებათ, ან არ მოეწონებათ. მაშინ მოეწონათ, ხო, მონათფლობელობის გაუქმება, გააუქმეს, მაგრამ ის არ მოეწონათ, რომ მოდი შავკანიანები დარჩნენ რა, ანუ ის ჩვენგან ასე ვთქვათ გაყოფილები. ტუალეტიც კი, ტუალეტი ყველაფერი, ტრანსპორტი, მგზავრობა, ძალიან ბევრი ყველაფერი იყო გაყოფილი, მაგრამ დადგა 1967 წელი თუ არ ვცდები და ახალმა ლიდერმა შესთავაზა ახალი გასაგებია, რომ მან ეხლა თვითონ შავკანიანებიც გამოდიოდნენ და აპროტესტებდნენ ჩვენ ლუთერ კინგის ის გვახსოვს ხო, ანუ დიდი აქცია მოკლეს კიდევაც რაღაც, მაგრამ მე სხვა რამეს ვამბობ. იცვლება ქვეყანა, ვერ წარმოიდგენდა ვერც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი ძველი, რომ მაგალითად შავკანიანი პრეზიდენტი ეყოლებოდა ამერიკას. იმ პერიოდში ვერ წარმოიდგენდა, მაგრამ მოხდა ისე, შეიცვალა ქვეყანა, სამყარო და იდეოლოგიად ზოგადად და გახდა, ხო, ანუ ბარაკ ობამა გახდა პრეზიდენტი. და ეს არავის უკვე აღარ უკვირს. და ასე შემდეგ, აქაც ყველაფერი იცვლება ნელ-ნელა. უბრალოდ არის რაღაცა დოგმატიკა, რომელსაც არ ვცვლით, იმიტომ რომ ეს ჩვენი ადათია და ჩვენ ამას პატივს ვცემთ, მაგრამ თუ გვინდა რომ განვითარდეთ, არ შეიძლება რაღაც ჩავიკეტოთ, რაღაც მართლა იმ სიბნელეში დავჭეთ, რომლიდანაც ჩვენ ყოველთვის გვინდოდა რომ ამოვსულიყავით. ჩვენ უნდა განვითარდეთ, პროგრესს ხელი არ უნდა უკრათ, უნდა მივხვდეთ პროგრესს, მაგრამ ის ფასეულობა, რომელიც მართლა ძვირფასია ჩვენთვის, იმას ვინ არჩუნებთ? ეს ერთმანეთს ხელს არ უშლის. დანარჩენი ჩვეულებრივად განვითარდეს ქვეყანა. ახალგაზრდები დღეს რო ჩვენ არ მოგწონს, ახალგაზრდა ტელეფონში ზიან, ბუნებრივია იჯდებიან ტელეფონში. ჩემ დროს ტელეფონები არ იყო, არც გოჩას დროს, ხო ახალგაზრდობაში. ჩვენც ვიჯდებოდით. არ მოგწონს, იმიტომ რომ ჩვენ არ გქონდა თავის დროზე ტელეფონები. მათი შვილები ანალოგიურად რომ მოიქცევიან, უკვე ისეთი პოზიცია არ ექნება, აი მე არ მომწონს, ჩემი რატო, იმიტომ რომ თვითონ იჯდა იმ ტელეფონში, ხო და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა მივხვდეთ ერთ რამეს. პროგრესს, განვითარებას, ხელი კი არ უნდა შეუშალოთ, ხელი უნდა შეუწყოთ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მისაღები არ იყოს. ყველაფერი. ჩვენ კიდევ ერთხელ რაც შეიძლება ჩვენს იმ ფასეულობებს, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემდა, საუკუნეების მანძილზე პატივს ვცემდა და ჩვენმა წინაპარმა დაგვიტოვა აქამდე მოიტანა და თუ რაღაც განვითარებამ შეიძლება ხელი შეიძლება შეეხოს იმ ჩვენთვის ძვირფას რაღაცას და შელახოს, ბუნებრივია რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მაგრამ ის რომ ვთქვათ, რომ არაფერი არ გვინდა ევროპული, არაფერი არ გვინდა ამერიკული, ეს არასწორია, იმიტომ რომ ევროპა განვითარდა, ამერიკა განვითარდა, ზუსტად იმ განვითარების საკითხში, რაც შეიძლება გამოადგეს საქართველოს, ყველაფერი უნდა წამოვიღოთ. და რაც არ გვინდა და რაც არ გამოადგება, იმას ნუ წამოიღებ, არავინ არ გაძალებთ. ეს ტყუილია, რომ ვიღაცა გაძალებს, ყან ყველაფერი უნდა მიიღო, ან არაფერი. სისულელია. ამაზე არაერთხელ გოჩას უსაუბრია, მეც მისაუბრია, მე მგონი ყველამ უკვე ისაუბრა ამ თემაზე, მაგრამ როცა ადამიანს არ უნდა რომ დაიჯეროს და გაიგოს, მაინც ბოლომდე იყვირებს. არა ევროპული არაფერი არ გვინდა. ასევე როცა თავში აქვს ჩადებული ტიპს, რომ რუსი ვინც არ უნდა იყოს მტერია, ის ყოველთვის იტყვის, რომ ის არის მტერი. და ეს არის ყველაზე ცუდი
რაც შეიძლება მოხდეს, როცა ადამიანს აზროვნების უნარი აქვს დაკარგული და ვიღაცის ნათქვამზე ფარხმალს იქნებს, რომ კი, მე ამას დავიცავ, იმიტომ რომ სწორია და მართალია. არც ერთი არის მტერი და არც მეორე და ის რაც მისაღებია, გოჩამ კარგად თქვა, დაუჯექით, დაელაპარაკეთ, დაუჯდა ვინმე ელაპარაკა, ვინმე ეს. არა. და თუ არ დაველაპარაკებით ერთმანეთს, კაცო, ბუნებრივია, ესე შეძახილებით, რომ შენ ხარ მტერი, არა, შენ ხარ, ესე გაგრძელდება საუკუნეები, კაცო. და არაფერი არ შეიცვლება. ჩვენი ამოცანა არის პირველ რიგში, ჩვენ თვითონ ვიაზროვნოთ, ჩვენ თვითონ. კი, ნუ მოусმენთ სხვას, გინდა მე ვიქნები, გინდა გოჩა, გინდა სხვა ვინმე. თუ რაღაც ნათქვამი გვაქვს, ეგრევე კი ნუ დაიჯერებთ. გაანალიზეთ. დაუპირისპირეთ რაღაც სხვა სიმართლე თუ გაგაჩნიათ. მაგრამ იმ გაანალიზების შემდეგ უკვე კი ბატონო დაგვირეკეთ და ჩვენთან შემოდით პოლემიკაში. ან ჩვენს პოზიციას დავამტკიცებთ, ან თქვენ დაამტკიცებთ, ან შეიძლება ახალი სიმართლე და ჭეშმარიტება დაიბადოს. არ ვიცით. მაგრამ მოდით ცალსახად რომ ის არის მტერი, ეს არ უნდა შემოუშვო ქვეყანაში, ის გასაგდებია, ის მოსაკლავია, ამ რიტორიკას შევეშვოთ. დიდი მადლობა. ამ ჩვენი დრო უკვე დიდი ხანია მოიწურა პრინციპში პირველი ნაწილის დრო. დაგემშვიდობებით დაახლოებით 10 წუთით და შემოგიერთდებით მეორე ნაწილით დროებით.